საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომელიც აღლევებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება. ეს როგორი ფორმულირებებია, იცი? აი სოციალური შუღლის გაღვივება არის მაგალითად ვიღაცა მდიდრებზე რო ილაპარაკო, რომ ესე ფეოდალები არიან, მოაჯდნენ ეს ბანკირები ამ ქვეყანას თავზე. ჩვენ მაგალითად სოლიდარობას უცხადებთ ჭიათურელ მაღაროელებს. სოციალური პროტესტი აქვს და ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ. ჩვეულებრივად ვიღაცამ შეიძლება ეგ განმარტოს, რომ სოციალური კაცო, მაგ როგორ შეიძლება განმარტოს, იცი? არის სოციალური ჯგუფი ერთი, მაღაროელები და არის სოციალური ჯგუფი მეორე, მსხვილი ბიზნეს მესაკუთრეები. ოცნების ბიზნეს ელიტა. რელიგიური შუღლი, ეთნიკური შუღლი, რა შეიძლება გაგიტანო, იცი? მაგალითად ეთნიკურ შუღლში შეიძლება დაგაბრალო, რომ აი პაკისტანელებით რა ჩამოვყავთ აქ? საქართველოს უკვე ეთნიკური შუღლია. ჩვენ რო თქვათ, რომ საქართველოს ისლამიზაცია ხდება და ეგ საფრთხეა, ამ ფორმულირებით შეუძლიათ რომ პარტია